მე წინაზე ვახსენე ენერგია, სასიცოცხლო ენერგია, ხანდახან ხან სულიწმინდას ვახსენებდი, ხან ცის, ხან პრანას, რის მეშვეობითაც ხო შეუძლებელია ცოცხალი არსების არსებობა დედამიწაზე. ამ გალამას, ამ სისტემაში გალამა, ეს არის ტიბეტური სიტყვა და დატოვეს. ეს იგივეა რაც სულიწმინდა. ის რაც აი ჩვენ ვერ ხედავთ, მაგრამ შევისუნთქავთ, ეს არის პირველი პირობა, რომ 12 გრძნობა განვითარდეს ამ სასიცოცხლო ენერგიის დაგროვება უნდა შეგვეძლოს. ადამიანის სრულყოფილება, მისი სხეულის, ჩვენი ცხოვრებაში კეთილდღეობა, ჯანმრთელობა დამოკიდებული ამ 12 გრძნობაზე, სუნთქვარია ეს დიაპაზონი. და მთელი ჩემი პროგრამირება, თქვენის, ჩემიც ყველაფრის ხდება ამ დიაპაზონში. ეს არის გაუთვითცნობელი ტიპის სუნთქვა და რაც რამ შემოდის, გაუთვითცნობიერებლად ხდება ზედება ჩემზე და იწვევს ჩემ რეფლექსებს, ანუ რეფლექსების შექმნას, რეაგირების ტიპს და ასე შემდეგ. ეს ისეთი ტიპის სუნთქვა, როდესაც დედა თავისი პროგრამა, შთაბეჭდილება ჩასახვის პერიოდში დაადო ნაყოფს. მერე მთელი 9 თვის განმავლობაში დედა სუნთქავს გაუთვითცნობიერებლად და ბავშვი ამ პროგრამაში აგრძელებს თავის ცხოვრებას. ეს არის მატრიცა, ეს არის მატერია, მაია და ასე შემდეგ. კავკასიური იოგა მიმართულია, რომ მე მატერიალური შთაბეჭდილებები შევცვალო ინდივიდუალური შთაბეჭდილებებით. და ტვინზე მუშაობის საუკეთესო ტექნოლოგიაა კავკასიური იოგა.